ნინო ხელაძე წარმოგიდგენთ. უკვე მეორე წელია ბათუმი აჭარის მუნიციპალიტეტების მსგავსად საქართველოს მთავრობისაგან მიზნობრივთან ერთად სპეცტრანსფერის გარეშე რჩება. საქართველოს სხვა რეგიონებისაგან განსხვავებით ქობულეთი, ხელვაჩაური ქედა, შუახევი და ხულო მხოლოდ აჭარის მთავრობის დაფინანსების და საქართველოს მთავრობიდან მიღებული გათანაბრებითი ტრანსფერის ამარა. მათ შორის 2015 წელს ყველაზე მცირე 5.160.000 ლარის ოდენობის ბიუჯეტი ქედას აქვს. დოკუმენტში არ არის გათვალისწინებული თანხა მოსახლეობისთვის ერთჯერადი მატერიალური დახმარებისა და სტიქიისა და უბედური შემთხვევების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარებისათვის. საქართველოს და აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან ყველაზე ნაკლები ტრანსფერი 5.161.000 ლარი წელს ქედის მუნიციპალიტეტმა მიიღო, ხოლო ყველაზე მეტი 21.198.700 ლარი ქობულეთმა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის არგუმენტი ასეთია, წელს ქობულეთს ყველაზე დასაბუთებული და ხალხზე ორიენტირებული პროექტები ჰქონდა. ქობულეთის კაპიტალურ პროექტები ორიენტირებული არის მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესება და შესაბამისად მოხდა ქობულეთის დაფინანსება. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქობულეთის ოპერატიულობას და ეს ვთქვათ გაკეთებული პროექტები. რაც შეეხება ქედის მუნიციპალიტეტს, თქმა უნდა შემცირებული არის კაპიტალური ტრანსფერი 2014 წელთან შედარებით. 2014 წელში საკმაოდ მოცულობის ტრანსფერი გამოყოფილი, რაც უკავშირდებოდა ქედის რაიონის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა წელს ტრანსფერის სახით 10.726.900 ლარი მიიღო, 1.5 მილიონი აჭარის, 9.226.900 საქართველოს ბიუჯეტიდან. უწყების საფინანსო სამსახურში აცხადებენ, რომ მიღებული თანხა ამ ეტაპზე საკმარისია. ძირითადად კაპიტალური ტრანსფერი არის, რომელიც მოხმარდება წყალმომარაგებას, გარეგანათებას და აგრეთვე ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებს. ხოლო გათანაბრები ტრანსფერი კი მთლიანად მიმდინარე და ყველა ხარჯებს საფინანსებად. 6.523.500 ლარი მიიღო ტრანსფერის სახით წელს ხულოს მუნიციპალიტეტმა, მათ შორის მუნიციპალიტეტს აჭარის ბიუჯეტიდან ყველაზე მცირე 1.300.000 ლარი გამოიყო. გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე ამბობს, რომ თანხა მცირეა, თუმცა მუნიციპალიტეტმა იგი პრიორიტეტების მიხედვით გადაანაწილა. დღევანდელი გამოწვევებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ვერ იქნება ვერასდროს თანხა საკმარისი, შეზღუდული რესურსია ჩვენთვის ესეც კარგად არის ცნობილი, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ შევძლებთ რაციონალურად, მიზნობრივად, შესაბამისად მოსახლეობის მოთხოვნების შესაბამისად იქნას გახარჯული. მიმდინარე წელს ქედის მუნიციპალიტეტს ყველაზე მცირე დაფინანსება 5.161.000 ლარი ერგო. გამგებლის თქმით, 19-მდე პროექტი დამუშავების ეტაპზეა. დავით დუმბაძე ირწმუნება, რომ ბიუჯეტის კორექტირების დროს მარტში ქედის მუნიციპალიტეტს დამატებით 2 მილიონამდე ლარი გამოეყოფა. პროექტები გვაქვს ახლა დამუშავების სტადიაში ამ ეტაპისთვის. ეს არის 19 პროექტი, სავარაუდოდ 2 მილიონი ლარის ნახევარის ფარგლებშია. რასაც სავარაუდოდ ჩვენ მოვითხოვთ, დამატებით მოვითხოვთ მარტში კორექტირების დროს. ქვეყნის სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით 2015 წელს მიზნობრივი ტრანსფერი აჭარის არც ერთ მუნიციპალიტეტში არ განხორციელდება. 2014 წელს აჭარის მთავრობამ ქედას 4.5 მილიონი ლარი გამოუყო. ქობულეთს 16 მილიონი, შუახევს 1.5 მილიონი, ხოლო ხელვაჩაურს 300.000 ლარი. გასულ წელს ტრანსფერის გარეშე დარჩა ხულოს მუნიციპალიტეტი.